წარმოგიდგენიათ ერთ დღეს წელიწადში 1000 გიგანტური კოსმოსური ხომალდის აწყობა. 1000. ხო, ეს დღეში თითქმის 3 გამოდის. რაღაც წარმოუდგენელი მასშტაბია. ეს ილონ მასკის ბოლო პრეზენტაციიდან ამისი. ძალიან ამბიციური გეგმა. ნამდვილად. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ თქვენთან ერთად. ჩავუღრმავდეთ SpaceX-ის პროგრესს, ამ Starship-ის ტექნოლოგიას და მარსზე ცივილიზაციის იდეას. კი ბატონო, საინტერესოა რომ აქ მარტო ციფრები არ არათ მთავარი. აქ არის ტექნოლოგიური გარღვევები, რის გარეშეც ეს ციფრები უბრალოდ ფანტასტიკა იქნებოდა. ვნახოთ, რა დგას ამის უკან. ყველაფერი ხო იცით, ფაქტობრივად ტეხასის ცარიელი სანაპიროდან დაიწყო. კი, Starbase-ზე ამბობ, ხო? სულ 5-6 წლის წინ. ხო, და ეხლა იქ პატარა ქალაქია, უზარმაზარი ქარხანა, ორი გაშვები პლატფორმა. შენდება კიდე სხვათა შორის ეს Gigabase-ზე, როგორც ეძახიან, ტეხასშიც, ფლორიდაშიც. მიზანი როგორც თქვეს 2025-ისთვის კვირაში რამდენიმე ხომალდი. საბოლოოდ კი ის 1000 წელიწადში. მასშტაბისთვის რომ თქვათ, ხო? ეს დაახლოებით იმდენი Starship-ია, რამდენ თვითმფრინავსაც Boeing და Airbus ერთად აწარმოებენ. თან თითოეული ხომალდი ხო ბევრად დიდია, Boeing 777-ის კი. კი, გაცილებით. ეს უკვე, რა ქვია, მასობრივი წარმოება კოსმოსში. ინდუსტრიალიზაცია. მაგრამ როგორ? თავარი კითხვა ეგაა. პირველი ეს მრავალჯერადობა. ხო, სწრაფი მრავალჯერადობა. ეს მეთოდი რო იჭერენ, გიგანტური ჩხირებით. Chopsticks, კი, ძალიან ეფექტური ჩანს. თეორიულად ამბობენ საათში ერთხელ გაშვება შეიძლებაო. საათში ერთხელ, წარმოგიდგენიათ. დღეს კვირები და თვეები უნდა ხოლმე. ეს ცვლის ყველაფერს, ტვირთის გატანის ფასს, სიხშირეს, ეკონომიკას. მერე Raptor 3 ძრავა. მას კი რას ეძახის? უცხოპლანეტურ ტექნოლოგიას. ხო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მართლა შთამბეჭდავია. უფრო მძლავრია, უფრო ეფექტური, საიმედო. და რაც მთავარი, ამბობ, ბაზაზე თერმული დაცვა აღარ სჭირდებაო. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამცირებს წონას, ამარტივებს ხელახლა გამოყენებას, ეს მასალების და, რა ვიცი, წვის პროცესების მართვის დიდი მიღწევა. კიდევ ერთი კრიტიკული რამ. ორბიტაზე საწვავით გამართვა. როგორც თვითმფრინავები ჰაერში, ოღონდ კოსმოსში. ხო, ერთი Starship-დან მეორეში. კრიოგენული საწვავის გადასხმა. ეს მარსისთვის და მთვარისთვის აუცილებელია, ხო? აბარა, მძიმე ტვირთის ჩასატანად. ამბობენ მომავალ წელს ვაპირებთ დემონსტრირებასო. ესეც ძალიან რთული იქნება ალბათ, ნულოვან გრავიტაციაში. კი, უზარმაზარი მოცულობის ძალიან ცივი სითხეები. თან ზუსტად და უსაფრთხოდ. ამის გარეშე შორს ვერ წავალთ. და ბოლოს, თერმული ფარი. ესეც მრავალჯერადი. დედამიწაზე დაბრუნებისას ხომ ისეთი ტემპერატურაა. 1000 გრადუსი. და სირთულე ისაა, რომ ამ ფარმა უნდა გაუძლოს არა ერთხელ, არამედ ბევრჯერ. თან მინიმალური რემონტით. ხო, ეს მასალათმცოდნეობის უდიდესი გამოწვევა. პლუს ეს ფარი მარსის ატმოსფეროშიც უნდა იმუშაოს. რომელიც ნახშირორჟანგია, ხო? კი, CO2 და ის სხვანაირად რეაგირებს მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე ჩვენი აზოტ-ჟანგბადის ატმოსფერო. გასაგებია, ამ ყველაფრის მიზანი კი საბოლოოდ მარსია. მარსი? რატომ მაინც და მაინც მარსი? მასკის არგუმენტი გასაგებია, კაცობრიობა გახდეს მრავალპლანეტიანი, გადარჩენის მეტი შანსი კატასტროფების დროს. ხო, ეს სიცოცხლის დაზღვევის პოლისია, როგორც თვითონ ამბობს. ფრენის შესაძლებლობა ყოველ 26 თვეშია, ხო, შემდეგი ფანჯარა 2026-ის ბოლოსაა. კი, და თუ ეს ორბიტალური საწვავის გამართვა გამოვიდა, პირველი უპილოტო Starship-ები სწორედ მაშინ წავლენ, 2027-ში ჩაფრინდებიან. შეიძლება რობოტებიც წაიყვანონ ოპტიმუსები. სავარაუდოდ კი, ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად სანამ ხალხი ჩავა. მიზანი ხომ თვითკმარი ცივილიზაციის შექმნაა. მასკი ამბობს, მილიონი ტონა ტვირთი დაჭირდებაო მარსზე. მილიონი ტონა? თავიდან ცხადია სკაფანდრები, გუმბათები, კომუნიკაცია Starlink-ის მარსიანული ვერსიით. გრძელვადიან პერსპექტივაში თერაფორმირებაზეც კი საუბრობენ. კი, თუმცა ეგ ძალიან შორეულია. უფრო საინტერესო აქ ისაა, რომ მასკი ამას ხედავს როგორც სოციალურ ექსპერიმენტსაც. ანუ შანსს, რომ მარსის კოლონისტებმა ახალი წესები შექმნან, მართლობა, კანონები, ახალი საზოგადოება აშენონ. იქნებ დედამიწის შეცდომების გარეშე. საინტერესოა. წარმოიდგინეთ ის მომენტი, 1000-ობით ხომალდი ორბიტაზე. მარსისკენ ერთად მიემართებიან. ხო, მასკმა Battlestar გალაქტიკას შეადარა. ეპიკური სანახაობა იქნება თუ მართლა მოხდა. მას რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თქვენთვის, ჩვენთვის. ეს ხომ უბრალოდ რაკეტებზე მეტია. ეს არის მცდელობა ნახტომი გაკეთდეს, ცივილიზაციური ნახტომი. ქარხნებიდან მარსზე ქალაქამდე. და ეს ბადებს კითხვას, ძალიან დიდ კითხვას. ტექნოლოგიას რომ თავი დავანებოთ, რა არის საჭირო ახალი ცივილიზაციის ასაშენებლად? თან სულ სხვა პლანეტაზე. რა სოციალური, ეთიკური, პოლიტიკური გამოწვევები გველის იქ? დაფიქრდით თქვენს, თქვენ რომ გქონდეთ შანსი, რა წეს დაადგენდით მარსზე, პირველ რიგში. საინტერესო კითხვაა ნამდვილად. თუ ეს ანალიზი თქვენთვისაც საინტერესო იყო, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ეს დაგვეხმარება, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. მადლობა ყურადღებისთვის.